2 წელია გათხოვილი ვარ. მეუღლე უარს აცხადებს ჯვრის წერაზე, ეკლესიაში არ დადის. ამბობს, რომ თავისთვის წამს ღმერთი. დამცინის. როცა მე მივდივარ ამ ბავშვთან ერთად ლოცულობს სვამს. როგორ უნდა აღზარდო ბავშვი მართლმადიდებლურად ასეთი მამის გვერდით, მისთვის ვაგრძელებ ლოცვას. მეუღლის გამო თქვენ პასუხს არ აგებთ ღმერთის წინაშე. სახარებაში ნათქვამია. ორნი იყვნენ ერთ საცხედარსა. ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაეტევოს. ანუ თითოეულ ადამიანს საუკუნო ცხოვრებაში მიეგება თავისი საქმეების შესაბამისად. ეცადეთ მეუღლეზე იმოქმედოთ უფრო ქრისტიანული ქცევითა და პირადი მაგალითით, რადგან ძალდატანება უფრო დააშორებს მას ეკლესიას. ჩემმა მეუღლემ პირველად გადაწყვიტა შეინახოს დიდი მარხვა, მაგრამ თხოვნაზე აღსარება თქვას და ეზიაროს უარს ამბობს. ძალა დავატანო თუ არა. უკვე კარგია, რომ თქვენმა მეუღლემ ეკლესიისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თუ მას ახალგაზრდა მცენარესავით ზევიტკენ დაუწყებთ ქაჩვას, იმ მიზნით, რომ სწრაფად გაიზარდოს, მხოლოდ ფესვები დაუზიანდება. ამიტომ განაგრძეთ ქრისტთვის ლოცვა და გამოიჩინეთ მოთმინება. ჩემი მეუღლე მღვდელია. სოფელში ვცხოვრობთ. ზოგჯერ ისეა დაკავებული, რომ საერთოდ ვერ ვხედავ მას. მიჭირს მთელი დღეები ძუძუმწოვარა ბავშვთან მარტო ყოფნა და ვდრტვინავ. ამიტომ როცა სახლში ბრუნდება, ვუბრაზდები და ვეჩხუბები. ზოგჯერ კი ვერ ვუმკლავდები მრისხანებას. როგორ ვებრძოლო თავს. წმინდა იოანე კრონშტანტელი მეუღლის საყვედურებს, რომ ყურადღებას არ აქცევს მას, პასუხობდა. ამ ქვეყნად ბევრი ბედნიერი ოჯახია, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა არ იფიქრო საკუთარ თავზე და მოყვასის სახით ემსახურო უფალს. მღვდელს 2 ოჯახი აქვს, პატარა და დიდი. პატარა ოჯახი მისი მეუღლე და ბავშვებია, დიდი კი მრევლია. თუ კი მრევლს არ წაართმევთ სულიერ მამას, მაშინ თქვენ სუფლისგან სანაცვლოდ წყალობა მოგეცემათ. სახლში ყოფნისას იკითხეთ იესოს ლოცვა და დარწმუნებული იყავით, რომ მარტო არ ახართ. თქვენს გვერდით უხილავად ანგელოზი იმყოფება. ბავშვებს საკუთარი სულიერი სამყარო აქვთ, ამიტომ ლოცვა იკითხეთ ხმამაღლა, ჩვილის გასაგონად. ეცადეთ მის პატარა გულზე თქვენი ბაგეებით იესო ქრისტეს სახელის აღბეჭდვას. ჩემი მეუღლე ბიზნესის სფეროში საქმიანობს. მანქანის საყიდლად ვალები ავიღეთ. ქმარი ძალიან იღლება. დილა-ადრიანად იწყებს მუშაობას და შუაღამეს ამთავრებს. ამიტომ ოჯახისთვის ცოტა დრო რჩება. უბრალო სამსახურში მუშაობა არ უნდა. ამბობს, რომ თავისი ბიზნესის გარეშე ვალებსაც ვერ გაისტუმრებს და ოჯახსაც ვერ შეინახავს, მაგრამ ხედავ, რომ მისთვის ამგვარი ცხოვრება მძიმეა. მისი სულიერი წყობისთვის კი შეუსაბამო. ქმარს უყვარს ეკლესია. გულის სიღრმეში უფრო წყნარი და გამოზომილი ცხოვრება სურს, მაგრამ ამბობს, რომ იძულებულია ემსახუროს მამონას. მე კი მინდა, რომ ეკლესიასთან უფრო ახლოს ვიყოთ. თქვენი მეუღლის პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე მამონაზე მსახურებას ვერ დავარქმევდი. მამონა ფულისა და სიმდიდრის კულტის შექმნაა და არა აუცილებლით და საჭიროთი ოჯახის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ტაძარში სიარულს, თუ იქ ხშირად არ გიწევთ ყოფნა, მაშინ იკითხეთ იესოს ლოცვა და ეკლესიაში მიღებული მადლი და სიხარული გულში უფრო დიდხანს გაყვებათ. ნებადართულია თუ არა ინტიმური ცოლქმრული ურთიერთობა მარხვის დროს. ვცდილობ თავის შეკავებას, მაგრამ არ მყოფნის ძალა. საეკლესიო წესების შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ უნდა ებრძოლოთ თავს და მოერიდოთ იმ გამაღიზიანებლებს, რომლებიც ვნებას აღაგზნებენ. მაგალითად, გარკვეული ტელეგადაცემების ყურებას, ინტერნეტში საეჭვო საიტებზე შესვლას, ჟურნალების კითხვას, სადაც სექსუალურ თემებზე ყბედობა უკვე მათ ატრიბუტადაა აქცეული. ასევე მოერიდეთ უბრალო ცოლქმრულ ალერსს და ხუმრობას. ეცადეთ მარხვაში ლოცვით იყოთ დაკავებული. გახსოვდეთ, რომ მარხვა არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც ეხება. მეუღლესთან ჯვარ დაწერილი ვარ. გვყავს 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ქმარს არ უნდა მეტი შვილის ყოლა, ვიდრე ესენი არ წამოიზრდებიან, რადგან მიაჩნია, რომ მისი დახმარების გარეშე მათი მოვლა გამიჭირდება. რა იქნებოდა უფრო სწორი, საკუთარი ძალების საღად შეფასება და გარკვეული ხნით თავშეკავება თუ სრულყოფილი ცოლქმრული ცხოვრება და ბავშვების გაჩენის შემთხვევაში ღვთის შეწევნაზე მთლიანად მინდობა.
საკითხი თავშეკავებასთან დაკავშირებით მეუღლესთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ თუ ერთი მხარე თავშეკავების წინააღმდეგი იქნება, ამან შეიძლება ოჯახური უსიამოვნებები გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში კი იქცეს მრუშობის მიზეზად. თუ ღმერთს მთლიანად მიენდობით, მაშინ არც თქვენ იქნებით მიტოვებული მისგან. ზოგიერთი ბერის აზრით, ძუძუსწოვების პერიოდში ცოლქრული სიახლოვე დაუშვებელია, რასაც ცხოველებიც კი არ სჩადიან. ჩემი მოძღვარიც ასე თვლის. ეს მართლაც ასეა? მაშ როგორ მოიქცე, თუ ცოლი 4 წელია ძუძუს აწოვებს, ჯერ ერთ შვილს, მერე მეორეს. უნდა მოვინანიო ეს ცოდვა? ამის გამო მუდმივ შინაგან შფოთში ვარ. ეკლესიის არც ერთ განაწერში არ შემხვედრია ცოლქრული სიახლოვის აკრძალვა ძუძუთი კვების დროს. ძველ დროში დედა ჩვილს 2-3 წლამდეც აწოვებდა ძუძუს. ნეოპლატონიკოსი პლატონი კი დედის რძით 8 წლამდე იკვებებოდა. ცოლქრული სიახლოვე დაუშვებელია ფეხმძიმობის დროს, რადგან მშობლების ვნებიანობა ნაყოფს გადაეცემა და მომავალში შეიძლება ბავშვს გაუჩინოს არასასურველი მიდრეკილებები. სთხოვეთ თქვენ სულიერ მოძღვარს, მიგითითოთ ეკლესიის ის კანონი, რომელითაც ლაქტაციის პერიოდში ცოლქრული კავშირი აკრძალულია. თუ ამგვარი კანონი არსებობს, რაშიც ეჭვმეპარება, გთხოვთ მეც მასნობოთ წყაროს მითითებით. მე და ჩემს ქმარს მიუხედავად იმისა, რომ 4 შვილი გვყავს, გადაწყვეტილი გვაქვს იმდენი შვილი ვიყოლიოთ, რამდენსაც ღმერთი მოგცემს. აბორტი ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ექიმები კატეგორიულად მიკრძალავენ ბავშვის გაჩენას, რადგან 4-ვე შვილი საკეისროთ იმყავს გაჩენილი და ყოველი ოპერაციის შემდეგ მშობიარობა ჩემთვის უფრო საშიში და რთული ხდება. ვიცი, რომ სტერილიზაცია და ფეხმძიმების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ცოდვასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ცხოვრება ცოლქრული სიახლოვის გარეშეც არ შეგვიძლია. როგორ მოვიქცე? ყოველგვარი განჯის გარეშე მივენდო ღვთისნებას? ყველა ხელოვნური საშუალება სტერილიზაციისა და მსგავსი მანიპულაციების ჩათვლით ცოდვად ითვლება. ეკლესიის კანონები კრძალავენ ფეხმძიმობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საშუალებას, რადგან მათში ჩადებულია ჩანასახის პოტენციური მკვლელობა. ამგვარი საკითხების განხილვისას მღვდელი ეკლესიის მიერ დადგენილი წესებით უნდა ხელმძღვანელობდეს და არა საკუთარი განსჯით. კანონებისაგან გადახვევა ძალას უკარგავს მის კურთხევას და აბათილებს მას. სამწუხაროდ ეს პრობლემა მწვავედ დგას ბევრი თანამედროვე ოჯახის წინაშე. უბედურება იმაშია, რომ ადამიანმა ხელოვნურად გაყო ერთმანეთისაგან შვილიერება და სექსი. დაკარგა რა მაღალი სულიერი ტკბობა, რომელსაც მას ღმერთთან ურთიერთობა აძლევდა, ადამიანი გადაერთო ქვენაგრძნობებზე და სხვა ცხოველურ კმაყოფილებას შიშველ სექსში დაუწყო ძებნა. აქ სიტყვა ცხოველურიც პირობითად შეიძლება ვიხმაროთ, რადგან ცხოველების შეწყვილება მოდგმის გასაგრძელებლად ხდება და არა ვნებების დასაკმაყოფილებლად. ამ მხრივ ისინი ადამიანზე მაღლად განან. სულიერების ვაკუუმი, რომელშიც თანამედროვე კაცობრიობა იმყოფება, ადამიანს უბიძგებს სიხარული და ბედნიერება მატერიაში ეძიოს, მათ შორის ხორციელ განცხრომაში, რასაც სინამდვილეში ბედნიერება არ მოაქვს. ბიბლია მოგვითხრობს თუ როგორ ხელოვნურად ეწინააღმდეგებოდა ბავშვის ჩასახვას ონანი. აქედანაა ონანიზმი, რომელსაც არ უნდოდა შვილის ყოლა და ამგვარი ხრიკისთვის ღმერთმა იგი სიკვდილით როგორ დასაჯა. ქრისტიანული სწავლება თავგანწირვას მოითხოვს, ამიტომ ემძიმება ზოგიერთ მოწაფეს ქრისტეს მცნებები და სიტყვებით ფიცხელ არს სიტყვა ესე, ვის ხელეწიფების სმენად მისა, განეშორა უფალს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, თავადაც ვუწყით, მიენდოთ ღვთისნებას, ილოცეთ და გჯეროდეთ, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. 8 წელია მეუღლესთან ჯვარ დაწერილი ვარ, ყავს 3 შვილი, 2 ბავშვებიდან მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. უფროსი გოგონას ინტერნატში მიბარებაც კი მოგვიხდა, რადგან ვერ შევძელით მისი მოვლა. მე თვითონ ყოველი მშობიარობის შემდეგ სიკვდილის კლანჭებიდან ძლივს ვიძვრენ თავს. ეს ყველაფერი ჩემზე ისე მოქმედებს, რომ ბავშვის გაჩენაზე გაფიქრებაც კი თავზარს მცემს. გარდა ამისა, მათ მოსავლელად სახლში უნდა ვიჯდე. მარტო ქმარს კი ჩვენი რჩენა გაუჭირდება. მეუღლეს კატეგორიულად არ უნდა თავი შეიკავოს ცოლქრული ურთიერთობისაგან. მე კი ეს ყოველთვის მეზიზღება. ჩემი კითხვაა, შეიძლება თუ არა გავცილდე მას, რომ არ ვცოდო ფეხმძიმობის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით და მარხვების დაუცველობით, რადგანაც ქმარს რამდენიმე დღეს კი არ შეუძლია თავშეკავება,
მაშინვე იწყებს სმას და სკანდალს. თუ მაინც უნდა გავაჩინო შვილები და მთლიანად მივენდო ღვთისნებას. რაც შეეხება თქვენს ცოლ-ქმრულ კავშირს, ეკლესიის კანონები კრძალავენ როგორც აბორტებს, ისე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას. ამიტომ მოცემულ სიტუაციაში სჯობს მოითმინოთ და იმდენი შვილი იყოლიოთ, რამდენსაც ღმერთი მოგცემთ. ავადმყოფი ბავშვის მოვლა დიდი ღვაწლია. უფალი შეგეწიოთ ცხოვრებისეული მწუხარების ტარებაში და იმ ქვეყნად მოგანიჭოთ საუკუნო ცხონება. ორი მცირეწლოვანი შვილი გყავს. ცოლს არ უნდა მესამე ბავშვის გაჩენა. ამბობს, რომ აბორტს გაიკეთებს. მეც მიჭირს თავშეკავება. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონალურ აბებს ვიყენებთ, რაც არსებითად იგივე პრეზერვატივია. ვიცი, ეს სასიკვდილო ცოდვაა, მაგრამ ხანმოკლე თავშეკავების შემდეგ იგივეს ვიმეორებ. რა ვქნა თუ არსებობს საშიშროება დაიღოს ოჯახური მშვიდობა და ერთობა. მეც სულიერად სუსტი ვარ საიმისოდ, რომ ხორციელ კრძალულებაში გავატარო მთელი დარჩენილი ცხოვრება. თქვენი მდგომარეობა ნამდვილად რთულია, მაგრამ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მკვლელობაა. უდანაშაულო შვილის მკვლელობით კი საეჭვოა შეძლოთ პირადი პრობლემების მოგვარება. ამ საკითხებში ეკლესია გარკვეული კანონებით ხელმძღვანელობს, რომელთა შეცვლა მღვდელს საკუთარი სურვილით არ შეუძლია. ვინმე ლიბერალურად განწყობილ მოძღვარს კიდეც რომ დაერთო ნება გეცხოვრათ ამგვარი წესით, მისი სიტყვები სიმართლე კი არა, სინდისის მიმაძინებელი სიცრუე იქნებოდა. ქრისტიანობა ადამიანისგან საკუთარ თავთან ბრძოლას და არც თუ იშვიათად სხვებსაც მოითხოვს. ამიტომ მიუხედავად სიზნელეებისა, უნდა გაგაჩნდეთ მტკიცე გადაწყვეტილება, იყოლიოთ იმდენი შვილი, რამდენიც ღმერთისაგან მოგეცემათ. ქრისტიანული გაგებით თქვენ ხართ ოჯახის თავი, ამიტომ ღვთის წინაშე პასუხს აგებთ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მეუღლისთვისაც. თქვენ საკმაოდ კაცრი ვერდიქტი გამოგაქვთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ. გეთანხმებით, რომ აბორტი მკვლელობაა, მაგრამ პრეზერვატივების გამოყენების შემთხვევაში ჩასახვა არ ხდება. ამიტომ მკვლელობასთან მისი გაიგივება არ შეიძლება. ალბათ აქ უფრო მართებულია ვისაუბროთ შვილიერების საკითხში ღმერთის ნების შეწინააღმდეგებაზე და თესლის გარკვეულ შეგინებაზე, მისი არაბუნებრივი დაღვრის გამო. რასაკვირველია, ეს უმძიმესი ცოდვებია, მაგრამ რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებისთვისაც კონტრაცეპტივების გამოყენების საკითხი დილემასთანაა დაკავშირებული, ან თავის დაცვა, ან ოჯახის დანგრევა. რამდენად სწორია ასეთ შემთხვევაში გაუმართლებელი მოშურნეობის გამოჩენა, საკუთარი მეორე ნახევრის მოკვეთა და ოჯახის, მცირე ეკლესიის დარღვევა. ეკლესიისთვის ცნობილი, მაღალი სულიერების მქონე ბერი ამ საკითხის განხილვისას საჭიროდ თვლიდა დიდი სიფრთხილის გამოჩენას. მისი გადაწყვეტისას კი მოყვასისადმი შემწყნარებლობას, ანუ იკონომიის პრინციპის გამოყენებას. მესმის, რომ ყველაზე მეტად ღმერთი და მისი მცნებები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არ ვეთანხმები საკითხის იმგვარად დაყენებას, რომლის დროსაც შემოქმედის სიყვარულს უპირისპირდება ოჯახის სიყვარული და არა ხორციელი ვნება. ჩემი აზრით ამგვარი გზა არ უნდა იყოს სათნო ქრისტესთვის, რომელიც მიწაზე ცოდვილთა ხსნისათვის მოვიდა. უაღრესად მაინტერესებს ამის შესახებ თქვენი აზრი. თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ზნეობის ერთიან კალაპოტში უნდა იქნას განხილული. პავლე მოციქულის სიტყვებით, ქრისტიანი ახალი ქმნილებაა, რომელსაც სხვაგვარი დამოკიდებულება უჩნდება ამ ქვეყნიური ყოფის მიმართ. მიწიერი ცხოვრება მისთვის უკვე თვითმიზანი კი არა, საუკუნო ცხონების მოპოვების საშუალებაა. სექსუალური ლტოლვა ადამიანებს არა ტკბობისთვის, არამედ ოჯახის შესაქმნელად და შვილების გასაჩენად მიეცათ. შვილიერებას მოწყვეტილი სექსი, რომელიც ქვენა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, იმ ადამიანთა ხვედრია, რომლებსაც არ გააჩნიათ ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი. თუმცა სინამდვილეში არც სექსს შეუძლია მათთვის ბედნიერების მინიჭება. კაცობრიობის ყველაზე დიდი ინტელექტუალები, ფილოსოფოსები და მწერლები დაუფარავად ლაპარაკობდნენ სექსის ტრაგედიაზე, რომელიც ადამიანში სულიერებას კლავს და ახშობს ზნეობას. შვილიერებისაგან მოწყვეტილ სექსს მხოლოდ თრობა მოაქვს, რასაც ხშირად იმედგაცრუება და სიცარიელე მოჰყვება. არც ერთ ცხოველს არ გაუცალკევებია სექსი შვილიერებისაგან, არ უქცევია იგი გართობად, არ დაუქვემდებარებია მისთვის თავისი ცხოვრება. ასეთი რამ მხოლოდ ადამიანმა მოახერხა.
ქრისტიანობა მარადიო ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული, ამიტომ მას არ შეუძლია გაყრუნლებისა და პრეზერვატივების მიმართ თავისი დამოკიდებულების შეცვლა. ქრისტიანი კი არ უნდა დაემორჩილოს თავის ვნებებს, არამედ ებრძოლოს მათ. უნდა დააწესოს კონტროლი ბუნებრივ ტოლვაზე და მოთოკოს იგი. კრძალულებასა და თავშეკავებას ჯერ არავინ დაუავადებია და არც ვინმესთვის მოუტანია უბედურება. გარყვნილება და კულტად ქცეული სექსი კი ამ ქვეყნად ჩადენილი უამრავი დანაშაულის მიზეზი გამხდარა. ქრისტიანული თვალსაზრისით თქვენი კითხვა ფიქრობ არასწორად არის დასმული. ანუ გამოდის, რადგან ორმხრივი ონანიზმი, რომელიც გარყვნილებად ითვლება, უკეთესია ვიდრე ჩვილის მოკვდინება, მისი დაშვება შეიძლება. მაგრამ პავლე მოციქული წერს, რომ ჩუკენები, თესლის ხელოვნურად დამღვრელები, ზეცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ანუ ორივე გზა დამღუპველია. დახშობა მდინარეშიც შეიძლება და თხრილშიც. რაც შეეხება შემწყნარებლობას, ჩვენ უნდა შევიწყნაროთ მონანული ცოდვილი და არა მისი ცოდვა. მით უმეტეს დაუშვებელია ცოდვის ზნეობრივი დაკანონება. ადამიანები, რომლებიც ამგვარ გულმოწყალებას ქადაგებენ, ცოდვილის ყველაზე დიდი მტრები არიან, რამე თუ თავიანთი შემწყნარებლური სწავლებით ჯოჯოხეთისკენ მიაქანებენ მას. თანამედროვე ლიბერალებს ზეცათა სასუფეველის მიღება მუქთად უნდათ ღვაწლის, საკუთარ ვნებებთან განუწყვეტელი ბრძოლისა და სახარებისეული ცნებების დაცვის გარეშე. ლიბერალების არგუმენტია, თუ ღმერთი სიყვარულია, მაშინ გარყვნილება დასაშვებია, რადგან ის ყველაფერს გვპატიებს და თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ საერთოდ რაზეა ლაპარაკი. იცხოვრე როგორც გინდა, საბოლოოდ მაინც მიწად ვიქცევით. მადლობას გიხდით დაწვრილებითი პასუხისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერში ვერ დაგეთანხმებით. პავლე მოციქულის მიხედვით, ცოლქრული ურთიერთობის მიზანი შვილიერების გარდა მრუშობისაგან თავის დაცვაც არის. ანუ ცოლქრული ურთიერთობა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა მათთვის, ვისაც თავშეკავება არ შეუძლია. როდესაც ქრისტიან მეუღლეთა შორის აზრთა სრული თანხმობაა, ეს საკითხი გაცილებით მარტივად წყდება, მაგრამ რა ქნას იმ ქრისტიანმა, რომელიც ქორწინების შემდეგ გახდა ეკლესიური, ხოლო მისი მეორე ნახევარი ჯერ არ გაეკლესიურებულა. თქვენი ლოგიკით საკითხი კატეგორიულად უნდა დადგეს. მაშინ ცოლს ან დამორჩილება მოუწევს, ან და უბრალოდ შვილებთან ერთად წავა სახლიდან, უმამოდ და უღმერთოდ გაზრდის მათ. სამუდამოდ შეიძულებს ქმარს და ქრისტიანობას. ჩემი აზრით, ამგვარ სიტუაციაში უფრო მართებულია სიბრძნის მოხმობა, ვიდრე მოშურნეობის გამოჩენა. აქ კომპრომისის გარეშე არაფერი გამოვა. ვერ დავეთანხმები აგრეთვე პრეზერვატივების ორმხრივ ონანიზმთან გაიგივებას. ღმერთი ადამიანის ქცევას ხომ მისი მოტივების შესაბამისად განსჯის. სექსუალური გარყვნილებისა და კანონიერი ცოლქრული სიახლოვის მოტივები კი სხვადასხვაა. აქ კონტრაცეპტივი გამოიყენება იმ მიზნით, რომ მეუღლეებმა, მაგალითად ქალის ცუდი ჯანმრთელობის გამო, თავიდან აიცილონ ბავშვის ჩასახვა. ამ შემთხვევაში თავის დაცვა ცოდვად არ უნდა ჩაითვალოს. არ შეიძლება ადამიანს აუკიდოთ ტვირთი, რომელიც მის ძალებს აღემატება, ან მის ნებას ეწინააღმდეგება. მომიტევეთ, რომ როგორც ბერი, ჩაგაბით მთელი ამ ცოლქრული ცხოვრების განხილვაში. თქვენი ავტორიტეტი სულიერ და საღვთისმეტყველო საკითხებში ძალიან დიდია, მაგრამ ოჯახური ცხოვრების დეტალები ამ სფეროში პირად გამოცდილებასაც მოითხოვენ. აქ კი ყველაფერი, განსაკუთრებით ჩვენს დროში, არც ისე მარტივია. ეკლესიას თავისი ღვთივდადგენილი მცნებები და კანონები აქვს, რომელთა შეცვლა სამღვდელო პირს თავისი ნებასურვილის მიხედვით არ შეუძლია. გარდა ამისა, კურთხევის მიცემა ამ ცოდვაში მონაწილეობას ნიშნავს, თანაც ცოდვილისთვის ყოველგვარი სარგებლობის გარეშე. ონანსაც არ უნდოდა შვილის გაჩენა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ამით უფლის წინაშე ვერ გამართლდა. შთამომავლობის დასამოწვრად, თესლის ხელოვნურად დაღვრისთვის ღმერთმა ონანი სიკვდილით დასაჯა. ქრისტიანობა მსხვერპლს მოითხოვს, თანამედროვე ადამიანს კი უნდა ჯვრის გარეშე მოიპოვოს სასუფეველი. უცოდველი ცოდვის ცნება მხოლოდ მოდერნისტების ფანტაზიაში არსებობს, რომლებიც თავიანთი ქცევისა და ზნის მიხედვით ცდილობენ ქრისტიანობის გადაკეთებას. ცოლი, თუ თავისი მეუღლის ზნეობრივ პრინციპულობას დაინახავს, ქმრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, შეიძლება სახლიდან კი არ წავიდეს, არამედ თავად, არა მარტო სახელით, საქმითაც იქცეს ქრისტიანად. ამიტომ ჯობს ღვთისნების აღსრულება და მის განგებაზე მინდობა, რომელსაც ყველაფრის უკეთესობისკენ წარმართვა შეუძლია.
წავიკითხეთ თქვენი პასუხი პრეზერვატივის გამოყენებასთან დაკავშირებით. მინდა დავაზუსტო, თუ უთმობ მეუღლეს სიამოვნების მისაღებად კი არა, ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ქმარი ურწმუნოა, თავს იცავს, რადგან ორზე მეტი შვილი არ უნდა. ეს ცოდვად ჩამეთვლება? ოჯახის დანგრევა უფრო დიდი ცოდვა ხომ არ იქნება ჩემთვის. ფსიქოლოგიური წნეხის ზემოქმედებით ჩადენილი ცოდვა ნებაყოფლობითზე მსუბუქია, მაგრამ მაინც ცოდვაა. ადამიანის სიბრმავე და უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ სექსში ის ხედავს სიამოვნებათა კონცენტრატს, რომლითაც ახდენს მაღალი ქრისტიანული იდეალების გადაფარვას. ის საკუთარ თავს იმ სიხარულს ართმევს, რომელიც ღვთისნების აღსრულებით მოიპოვება. მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ფასეულობათა ამგვარი გრადაცია ადამიანს სექსუალურ ცხოველად აქცევს. იქ კი მზარდი პათოლოგიური გადახრები გარდაუვალია. ამიტომ უფრო პატიოსანი იქნება, თუ ცოდვას პირდაპირ ცოდვას დავარქმევთ, ვიდრე ვეცდებით მის გამართლებას და, რაც უფრო უარესია, ცოდვაზე კურთხევის მიღებას. მესმის, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ცოდვაა. მაგრამ რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ თავშეკავების ძალა არ შესწევთ, შვილების გაჩენა კი არ შეუძლიათ. არის თუ არა კალენდარული მეთოდი ღვთის წინაშე ისეთივე ცბიერება, როგორიც კონტრაცეფცია. კალენდარული მეთოდის პირდაპირი აკრძალვა მე არ შემხვედრია. რასაკვირველია, ადამიანი აქაც მიმართავს ერთგვარ ხრიგს, მაგრამ ის ბევრად ჯობს კონტრაცეფციას.